დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს. საქართველო, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ეს სახელმწიფო ბოლო წლებში თავისი განვითარების ტემპებით მსოფლიოს ყურადღების მუდმივ ცენტრშია. ევროპის ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც თავისი კლიმატითა და ბუნებრივი რესურსებით ტურისტებისთვის მიმზიდველი ხდება, თითქმის ყველა სფეროში ინტენსიური რეფორმა მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემების საკმაოდ ბევრია. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაციებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივად განახორციელეს პროექტი ხალხის მანიფესტი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესის ხელშეწყობას მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მასშტაბური პროექტი ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში განხორციელდა, რომელშიც 904 სხვადასხვა პროფესიის მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ხვალინდელ დღეზე ფიქრი საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საზრუნავია. ახმეტაში მცხოვრები დიასახლისი მარინე ჭინჭარაული ერთ-ერთი აქტიური მოქალაქეა, რომელიც ამ მასშტაბურ პროექტში პირველი დღიდანვე ჩაერთო. დღისით ყოველდღიური საქმიანობის შემდეგ დაღლილი, როდესაც შენ თავთან რჩები მარტო და ოჯახს დააბინავებ და დააპურებ, დააძინებ, მერე მოგეძალება რა, ხვალინდელი დღე რა იქნება შენი შვილებისა, როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ ისინი. სწორედ აი ამ ფიქრმა მიმიყვანა მე ამ პროექტამდე და როდესაც გავეცანი მის არსს და მის პრინციპებს, უფრო მეტი ინტერესით შეუდექი ამ პროექტში მონაწილეობას. პროექტ ხალხის მანიფესტის ფარგლებში დაიწყო მოსამზადებელი ეტაპი. გამოვლიდნენ პროექტში მონაწილეობის მსურველები და პირველი შეხვედრის შემდეგ დაისახა მიზნები მომავალი საქმიანობის შესახებ. ტრენინგების პერიოდში ორიენტაცია ავიღეთ, რა უნდა გვეკეთებინა. წასულები ვიყავით ლაგოდეხის რაიონში, შევხვდით ადგილობრივ სასოფლო თემს. ესეც ერთ-ერთი მანიფესტის ნაწილი იყო. და როდესაც უყურებ სხვა რაიონში რაღაც სასიკეთო ხდება, იმედი გეძლევა და გინდა რაღაცა გადმოიტანო და შენ რაიონშიც გააკეთო. ისეთი მოხდი წამოვიღეთ იქიდან. ისეთი კარგი მოხდე. მთელი ღამე არ ამძინებია. როგორ შეიძლებოდა აი ჩვენი რაიონისთვის მოგვერგო აი იქაური სიტუაცია. ტრენინგის მნიშვნელოვანი კომპონენტი მოქალაქეებისთვის საკუთარი უფლებების განსაზღვრას შესწავლას მოიცავდა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან, წინასწარ გაეცნოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს, მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში, მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და საჯარო განხილვა. გაზეთ გურიის დროს ჟურნალისტს ოზურგეთში მცხოვრებ ეკატერინე მგელაძეს პროექტთან დაკავშირებით თავდაპირველად სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა. ამასთან მისთვის როგორც მოქალაქისთვის საკუთარი უფლებების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. თავიდან მართალი გითხრათ პროექტისგან განსაკუთრებულს არაფერს ველოდი, იმიტომ რომ როგორც სხვაებს, როგორც ყველას მქონდა ინერტული დამოკიდებულება. არც ვიცოდი მქონდა თუ არა იმის უფლება რომ ჩამეხედა ბიუჯეტში, მაგრამ როგორც ტრენინგებიდან გავიგე, ამის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, კანონიერი უფლება. ეკატერინე მგელაძისთვის ვითარება რადიკალურად სწორედ მაშინ შეიცვალა, როდესაც საკრებულოს მონიტორინგის საქმიანობაში საკუთარი უფლებების გამოყენებით აქტიურად ჩაერთო. როგორც ჟურნალისტისთვის ყველაზე საინტერესო ასპექტი საბიუჯეტო თანხების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი გახდა.
ჯერ ვირჩევთ სამიზნე ობიექტს, რომლის შესახებაც ვაპირებთ ინფორმაციის მოძიებას და ვშელობთ რატომ ვაპირებთ. ანუ თუ რომელიმე სტრუქტურას ბიუჯეტი წლის განმავლობაში გამოუყოფს რაღაც თანხას, გვაინტერესებს როგორ განკარგავს ეს ორგანიზაცია იმ თანხებს, რამდენად მიზნობრივად იხარჯება. შემდგომ თუ არ იქნება ეს ინფორმაცია ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, ხელახლა ვითხოვთ ამ საჯარო ინფორმაციას. წერთ ამ პასუხისმგებელ პირებს, რომელთაც ევალებათ, რომ გააკონტროლონ ხარჯების მიზნობრივად განკარგვა და ასე შემდეგ. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი აქტიური მოქალაქეებისთვის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობა და ამ მიზნით რეგულარული შეხვედრების მოწყობაა. რეგიონებში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესებულ მოქალაქეებს ხვდებიან და მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ჩვენ წარმოვადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციას ათინაც, რომელიც იყო მასპინძელი იმ აქტიური ახალგაზრდების, იმ აქტიური მოქალაქეების, რომლებიც დაინტერესებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციების არსით, მნიშვნელობით, მათი საქმიანობით, გვიხარია და მივესალმებით მათი ინტერესს, მათი ინიციატივას ჩვენს მიმართ და ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში მათთან. დედოფლის წყაროელი მიხეილ ბიგაშვილის სახალხო მანიფესტის 904 მონაწილიდან ერთ-ერთია. მისი ყოველდღიური ცხოვრება პროექტში ჩართვის შემდეგ დღეს ოდნავ განსხვავებულია, რაც მისი აქტიური მოქალაქეობის შედეგია. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობის რეგულარული მონიტორინგით, ასევე ერთობლივი შედეგიანი გადაწყვეტილებებით, პროექტის მონაწილეს საკრებულოს აპარატში იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა შესთავაზეს. ასეთი აქტიურობა უნდა ვთქვათ, რომ არ დარჩენილა არც უშედეგო და არც შეუმჩნეველი და როგორც კი ახალი საკრებულო შედგა, მივიღე შემოთავაზება, რომ ეს ყველაფერი, რაც ამ დრომდე ხდებოდა სახალხო მანიფესტის პროგრამით და პროექტით, განვეხორციელებინა უშუალოდ ადგილზე, უშუალოდ სამუშაო პროცესში და მივიღე შემოთავაზება, რომ საკრებულოში დამეწყო მუშაობა. მონაწილეობას იღებდა სამუშაო გეგმების განხილვაში, პროექტების განხილვაში, მიჰქონდა მასალები, მოჰქონდა თავისი წინადადებები, გვთავაზობდა გარკვეულ საკმაოდ გონივრულ წინადადებებს და ეს ყველაფერი გაითვალისწინა საკრებულოს თავმჯდომარემ და ამის შესაბამისად დასაქმდა სწორედ საკრებულოს აპარატში. საქართველოს თითოეული მოქალაქის აქტიურობა სახელმწიფოს სწორად შენების, გადაწყვეტილების ერთობლივად მიღების პროცესში და საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამ მხრივ კი დემოკრატია, როგორც ხალხის მმართველობა, დღევანდელი საქართველოს მომავლისთვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. საზოგადოების აქტიურობას ყოველთვის მოაქვს სასიკეთო შედეგები, როგორც ჩვენი კონკრეტულად მუნიციპალიტეტებისათვის, ისევე საერთო ჯამში სახელმწიფოსათვის. ამიტომ მიმაჩნია, რომ საზოგადოების აქტიურობა და თითოეული მოქალაქის აქტიურობა საკმაოდ პოზიტიურად აისახება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. საქართველოს მასშტაბით პროექტ ხალხის მანიფესტის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელების პერიოდში განცხადებების, სარეკომენდაციო წერილებისა და საადვოკატო შეხვედრების შედეგად 43 შემთხვევაში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა გაითვალისწინეს და მოაგვარეს მოსახლეობის მიერ წარდგენილი პრობლემები. ხოლო 65 საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობების დაპირებით გათვალისწინებული იქნება უახლოეს მომავალში.